Ცხარი გაიწით ეხლა, ცხარი როგორ მეყურებე გაკვირვებულები. რამდენი სახლები ხარ? აქ როგორ გინდა გაიარო, სანამ ესენი არ გაევლიან, მანამდე ვერ გადავალთ. პატივცემულო ქალბატონო ძროხა, თუ შეიძლება გადაბრძანდით ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. გაიწი. ერთი ცალი არის მარტო ყვითელი, აგე იქ ნახე. ყვითელი კალმახი. აი მამაოც გამოჩნდა. ზევით ყბეზე გამოქვაბულებია. საინტერესო ადგილია. ქართული სოფელი იყო? არა, ეს სოფლები არის ეს სოფლები ძირითადად დიდი ლეკიანობის დროს დაიცალა. ეს მე ციციშვილებს ყავთ ჩამოსახლებული ოსი მოსახლეობა. სოფელ ყემალაში კიდევ ერთი სახლი. ამ სახლში ნამდვილად არავინ აღარ ცხოვრობს, ისი არის მიტოვებული. ასეთი გზებია ახლა სოფელ ყემალაში და იმიტომაც არავინ არ ცხოვრობს. როგორი მშვენიერი ლექსი, ეჩუხჩუხე, უღუღუნე, წყარო, ვერცხლის ფერო, დამინამე, ამიყვავე ჩემი საქართველო, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ საქართველოს და ჩვენ სამშობლოს ცოტა მოვლა გაფრთხილება უნდა მინიმუმ შეჭარს. მივალო ჩვენ ბესო სადაც მივდივარ ჩვენ მაგის მეც არაფერს არ ვაკეთებ ვალაგეთ მაგრამ დაყრილი ნაგავი მე რატომ და ჯერ ერთი მე აქ იმდენი ნაგავიყრია ჩვენ ერთი თვე უნდა ვალაგოთ ეს და მაგდენი დრო არა გვაქვს. კამფეტი კაია, კამფეტი შევჭამოთ. მადლობა ვინც კამფეტი დატოვა. ძალიან ლამაზად არის გაკეთებული. ეხაც მიმდინარეობს მშენებლობა. მოგისალმებით, მეგობრებო, 9 ნოემბერია. დღეს მივდივართ ქარილის მიმართულებით. გვინდა მივიდეთ ერთ-ერთ სოფელში, რომელიც 90-იან წლებამდე დასახლებული იყო ოსი ეროვნების ხალხით, ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ, ისევ და ისევ, იმიტომ რომ ჩემთან განსაკვირად ის ყველა სოფლები, რომლებშიც ოსები ცხოვრობდნენ, დღეს რატომღაც არის დაუსახლებელი, არავინ აღარ ცხოვრობს მათ. შეიძლება ქართველმა ან შეიძინოს, ან დასახდეს, განავითაროს ისევ როგორც ადრე ცხოვრობდნენ ოსები, მაგრამ ჩვენ რამდენი სოფლებიც გვაქვს ოსური ნანახი, იქ ფაქტიურად არავინ აღარ არის კანტიკუნტად თუ შეგვხვდება რამოდენიმე ოჯახი ოსურ სოფლებში. ადრე რომლებიც დასახლებული იყო ოსებით. ერთ-ერთი ასეთი სოფელი ვნახეთ ჩვენ ქარელის რაიონში. გვინდა ავიდეთ ჩემი ინფორმაციით მან ცხოვრობდნენ 80% ოსი ეროვნების ხალხი ქართველებთან ერთად, მაგრამ დღეს მაინტერესებს რა სიტუაცია. გარდა ამისა, გვინდა მოვინახულოთ ძალიან საინტერესო ახალი მამათა მონასტერი, სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი, მანდაც გვინდა ავიდეთ, არა ვართ ამყოფები, ასე რომ მიმედი მაქვს დღევანდელი ვიდეო საინტერესო გამოვა. უყურეთ, დალაიქეთ, ვისაც მოგწონთ, კომენტარიც მომწერეთ. აბა დროებით წავიდეთ, ეხლა დავათვალიეროთ ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული მონასტერი და ერთ-ერთი მიტოვებული სოფელი. ცხარი გაიწით ეხლა, ცხარი როგორ მეყურებე გაკვირვებულები. რამდენი სახლები ხარ? აქ როგორ გინდა გაიარო, სანამ ესენი არ გაევლიან, მანამდე ვერ გადავალთ. და სუფთა ცხარია. შედარი სუფთა ცხარია. თაში საერთოდ სუფთაა ცხარი, გარდაბაშია. გაწული წყლული, იმიტომ რომ სადაც ნახე ცხენი როგორ ეჭხუბება ძაღლს. სოფელ ხეობაში გამოვიარეთ და საკალმახე აქვს ადამიანს გაკეთებული და რამხელა კალმახები ყავს. და რამდენი? ხედავ ბესო რამხელა კალმახებია? დიდები ყავს, პატარები არა. პატარა კალმახები არა ყავს, ხო ჩვენ პატარა კალმახები გვინდოდა რომ ფოლგაში შეგვეწვა, მაგრამ დიდი კალმახები ყავს მარტო და რამოდენიმეს ვიყიდით ხა დიდ კალმახს და აქეთაც არის საკალმახი გაკეთებული და იქით აღარ არის. ქვევით არის. ერთი ცალი არის მარტო ყვითელი, აგე იქ ნახე. ყვითელი კალმახი.
ბრიგადირია. ეხლა ჩვენ მივდივართ რეხვის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ქარელიდან იქნება დაახლოებით რამდენი იქნება? ქარელიდან იქნება დაახლოებით 5-6 კილომეტრი. ჯერჯერობით ამ გზაზე ძროხების მეტი არავინ შეგხვედრია. საბალახოთ მიდიან. პატივცემული ქალბატონი ძროხები. ფოთოლს რა ვერ შეჭამენ? პატივცემული ქალბატონო ძროხა. თუ შეიძლება გადაბრძანდით ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. გაიწია. და მერე თრეხვის ღვთისმშობლის ეკლესიის მერე დაგეგმილი გვაქვს ნახოთ ერთი სოფელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არის. სოფელი ტყემალა. საკმაოდ მაღალზეა, 1160 მეტრზეა ზღვის დონიდან. და დღესდღეობით უნდა ცხოვრობდეს 5-6 ადამიანი, როგორც მე ვნახე ძველი მონაცემები ინტერნეტში. დილნაშუდობის მეგობრებო, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქარელში. ქარელიდან რამდენიმე კილომეტრში არის ძალიან ძველი და ლამაზ ადგილას მონასტერი, თრეხვის მამათა მონასტერი, რომელიც გვინდა ეხლა რომ დავთვალიეროთ, ვესტუმროთ, მოვილოცოთ სანთელი დამატოთ და მონასტრის მერე არის კიდე ახლო-მახლოში მთაზე დაახლოებით 1170 მეტრია ზღვის დონიდან სოფელი მიტოვებული, ასე ვთქვათ, რომელშიც ქართველებთან ერთად ოსები ცხოვრობდნენ, უბრალოდ ოსებთან ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, 80% ოსი ცხოვრობდა. მაგრამ დღესდღეობით არ ვიცი ხა რა ხდება, როგორც ინტერნეტში ვნახეთ, სულ რამოდენიმე ოჯახი არის დარჩენილი ამ სოფელში. სოფელში დენი არ არის, გზას გაჩვენებთ როგორ მისასვლელი გზა არის და გვინდა რომ მივიდეთ ვესტუმროთ ამ სოფელს და ვნახოთ რა სიტუაცია, ცხოვრობს თუ არა ვინმე დარჩენილი და თუ ვინმე არის, რა პირობებში ცხოვრობს. აბა წავიდეთ ნახოთ ეხა თრეხვის მამათა მონასტერი და მერე სოფელი ტყემალა. მაგარი გორია, ნახე, გამოქვაბულებია, ხო და? ეს ეხა ამოვედით ჩვენ თრეხვის მამათა მონასტერში. აი მამაოც გამოჩნდა. ზევით კბელზე გამოქვაბულებია. საინტერესო ადგილია. შევიდეთ ახლა ეკლესიაში. ნამაზი პატარა ეზო, ტელეფონის დარჩენია მამაოს აქ. შევიდეთ ეკლესიაში სანთელი დავანთოთ. გამარჯობა მამაო. რომელ საუკუნეში აშენებული, რომელ წელს არის აშენებული აი ეს ეკლესია რომ ეკლესია ეს არის დათარიღებული გვიანი ფეოდალური ხანით, მაგრამ ზუსტად არ არის მითითებული საუკუნეები. მერე დანგრევები იყო და 2000 წელში განაახლეს. ხო, მეც ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას და ვერაფერი ვერ ანვახე კონკრეტული. მარტო ეს ქობულებზე არის
ამაზე ინტერნეტში არ ვიცი დევს თუ არა, მაგრამ იმას ენციკლოპედიაში მეხუთე ტომში არის ამ ქვაბულებზე ინფორმაცია. და ქვაბულებიდან არის მისასვლელი ადამიანის? არა, ჩასასვლელი ის გზა რაც გადიოდა ის ჩამოშლილია, საორმე გზა შედიოდა მაგრამ ქვაბულებში თვითონ. ესე ჩასვლები, ისე ჩადიან იმით თოკებით დასვლები. მთასვლელები. ეს იმას შეისწავლა პირველი ლევან გუთო. მაშ პირველი ექსპედიცია მას ჩაატარეს და მაშინ აღმოაჩინეს ის ქვაჯვარი, ახლა ის სტელა რომელიც მუზეუმშია დაცული, რომ ლეონტი მროველის თარიღით არის 1066 წელი დათარიღებული. რომ მის დროს გამოიკვეთა ესენი. რუისის ეპარქია იმალებოდა. დიდი კომპლექსია. სამი დიდი კომპლექსია და მეოთხე არის მეოთხე ცოტა იქიდან არის ის მე-16 საუკუნეებში. ისე რა საინტერესო იქნებოდა მაგ ჩასვლა ახლა. არაფერი არ არის, უბრალოდ ის განლაგება და ის არის და თავისი მარნები წყლის ის ახლა ეპარქია რო იმალებოდა რამდენი ხანმა გქონდათ. ზოგიერთი დარბაზი 2 სართულიანი ყოფილა. 2 სართული. ისე მამათა მონასტერი რამდენი ხანია აქ? 2011 წლიდან. 10-დან უბრალოდ 2010-დან დაიწყო. მარტო ხართ მამა? არა, წინამძღვარია, მე ბერი ვარ და ერთი მოჩილი. კარგით, მადლობა. იქ ტელეფონი არის სახლის უკან, ხო, დაგჭათ. კარგით, გავაგზავნებთ ახლა ჩვენ გზას. მადლობა. ჩვენ ვათვალიერებთ ხო ეს ეკლესიებს, მონასტრებს, ასე ვიწერ და ძველ სოფლებს. ახლა იქით არის სოფელი ტყემალა და გვინდა სოფელში შავიდეთ და თქვენ ხო არიცით ახლა ცხოვრობს მანდ ვინმე არავინ. მანდ ზაფხულობით ამოდია, მაგრამ ზამთარში ადრე რჩებოდა ერთი მოსახლე იყო, ფერმა და რაღაცა ქონოდა, მაგრამ უკვე აღარ აქვს იმასაც ისა. კი დადის ახლა მანდარი არ არის. ქართული სოფელი იყო? არა, ეს სოფლები არის ეს სოფლები ძირითადად დიდი ლეკიანობის დროს დაიცალა. ეს მე ციციშვილებს ყავთ ჩამოსახლებული ოსი მოსახლეობა. იმიტომ რომ აქ ეს ძველი სოფელი ხათან პატარა სოფელია, მაგრამ არის ისეთი ის თქმულება რომ ეს არის იმის საეკლესიო მიწები. იმიტომ რომ ახლა ესეთი პატარა სოფელში, ამ სოფელშიც, იმ ზემოთა სოფელშიც, მოპირდაპირ სოფელშიც რაღაც რამდენი ერთის რამდენი კომი იქნება. ორი ეკლესია ყველა სოფელში, ორი ეკლესია დიდი ფუფუნება იყო პატარა სოფლისთვის. ხონდა იმას ეკონდა. გადასახადები ჰქონდა, ესეთო განთავისუფლებული იყვნენ და მე არის ჩამოსახლებული ეს თვითშვილების დროს, მაგრამ თვითონ საფლავები რომელიც ახლა ნახეთ ის ქართული გვარებით არის. ოსები არიან, მაგრამ ქართული გვარებით არის სულ აბსოლუტურად. ოსი გვერდ არის, ალბათ მოთხოვნა იყო ეგეთი რა. გვარებით დასახლებული. და მეორე ოსები ალბათ ეს 90-იანი წლებიდან მერე წავიდნენ, ხო? მანამდეც ბევრი წასულა აქედან, მაგრამ უკვე 90-იან წლებში რამოდენიმე ოჯახი იყო, მანამდე ბევრი ყოფილა. დასლი იყო აქ და წყალის პრობლემა და ის არის და აქ ნახე ყველაზე 1900 წლის სასაფლაო, ხო? 1900 წელი მეფის რუსეთის ის იყო და ადროს არავინ არ იქნებოდა მანამდე იყო ეს მოთხოვნა რომ ზეგვარები გადაეკეთებინა თორე მაშინ პირიქით ქართული გვარები სიკეთებდნენ იმათ რა. ეს არის სოფელ ტყემალაში მისასვლელი გზა. ეხლა გამოვიარეთ მამათა მონასტერი. მამო ბერი შეხვდა მონასტერში და რომელმაც გითხრა რომ სოფელშიო ზაფხულობით ადიანო რამოდენიმე ოჯახი, მაგრამ ზამთარში არ ვიციო და ეხლა გვაინტერესებს ავიდეთ და ნახოთ რა სიტუაციაა სოფელ ტყემალაში, რომელშიც ოდესღაც დაახლოებით 60-80% ოსი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა. ეხლა ამოვედით მეგობრებო სოფელ ტყემალაში. მამათა მონასტერი მოვინახულეთ და
შევიდეთ ახლა სოფელში რამოდენიმე შორიდან ჩანს რამოდენიმე სახლი და მაინტერესებს ახლა თუ ცხოვრობს ამ სახლში ვინმე და რა პირობებში ცხოვრობენ. გზები არ ვარგა. ნამდვილად აქ თოვლში, ზამთარში და ტალახში ჩვეულებრივი მანქანით ვერ ამოხვალ. მივიდეთ სოფელში დავათვალიეროთ სოფელი ტყემალა. იქ სახლები არ ჩანს. ყველი აქ უნდა გავჩერდე. უნდა კითხო რა. რა არის ხო? ეს სოფელს არ აკავს. ეს ფერმა არის ეგერ და ფერმის გარშემო რამოდენიმე სახლია. სოფელი ტყემალა ეს არ არის, წინ არის ალბათ. აბა ნახოთ იქნებ ვინმეა, გავიკითხოთ, კითხოთ, რა ხდება, როგორ ხდება. თქვენ დაისვენეთ ცოტა ხანი. სოფელ ტყემალამდე შეხვდა ასეთი ფერმა არის და რამოდენიმე სახლი არის გარშემო. ხალხიც არის. დემე ლაპარაკია ხაულებს. აქ ამ შვიდობა. გამარჯობა. როგორ ახართ, როგორ ძამდებით? ეს ნელა. ეს ფერმები თქვენია? ზურამ ქვია. რობერტო. კი, ჩვენი. აქ ცხოვრობ ხო თქვენს? კი, აქ ვცხოვრობ მე 2013-დანა. ვა, 2013-დან ყოჩა. მე აქ მსახურებელი ვარ. თქვენი ოჯახით ხო ალბათ? გამარჯობა. კი. ნაგიმოთ. ოჯახი. ჩვენ ახლა მივდივართ სოფელ ტყემალაში. ტყემალა ეს. ეს არის. ეს ტყემალაა? ეს არის ტყემალა. ტყემალაში ხარ გვეძო. ხო. ავასადო ტყემალა. გზები აღარ არის ხო არაფერი. იქითაც ჩანს სახლები, აგეზებით. ის ტყემალა სულ ეს და იქიდან საზღვარია მე გორის საზღვარია გადადიხარ ნავისი, ვარები, წედისი გადადიხართ ეგრე. ხო, ეგრე. ოშკები და ეგრე ჩადიხარ და ჯაგვარის კაცი ხარ? გელაშვილი. გელაშვილი. აქ ადრე ცხოვრობდნენ, მე როგორც ამოვიკითხე ინფორმაცია ინტერნეტში, ოსები ცხოვრობდნენ, ხო? კი, დასუხაშვილები. ხო. ეხა მარტო ერთი ოჯახი თქვენ ახართ მარტო დარჩენილი თუ ვენა კიდე? ვარ და ეგ ორი ოჯახი ეს გიმი მასურაშვილი. თქვენ ქართველები ხართ? დიახ. ოსები აღარ დარჩნენ, ხო? ზოგი თარეში ცხოვრობს. გადავიდნენ? ხო. ზოგი რა. ჩვენ ბევრი სოფელი გვაქვს გადაღებული, ასე ოსურ ქართული სოფლები რა. ხო და რომელიც დღესდღეობით უკვე დაცლილი არის ოსების საერთოდ აქ კანტიკუნტად არიან დარჩენილები რა, ოსები ძალიან ცოტა არიან დარჩენილები. მართალია. ხო და აი სადაც ოსები ცხოვრობდნენ, ხო და სოფლები დუღდა ცხოვრებით და იმის მერე რაც წავიდნენ, ხო, ოსები, რატომღაც ის სოფლები არის დაცარიელებული, მიტოვებული, ქართველებიც რატომღაც არადიან და არადიან მომისმინე. საინტერესო ეგ არის, აი თქვენი აზრი რატომ? შემოძმო ჩვენ ეხლა მე 2003-დან აქ ვცხოვრობ და ჩემს ზიადრე ეს კაცი მოვიდა კიდევ გივი მასურაშვილი დილას წავიდა ვერა ეთოდა გათა გრიპი რაღაცები შეხვდა ავად გახდა და სითხეები და რაღაცები წავიდა დილასაო და ჩვენ სულ ვიყეთ აქ ხო ანალოგიური ეგრე იქნება აქაურობა დაცლილია ესა დაცლილია პრინციპში მაგრამ ჩვენა ვართ აქ ორი ოჯახი ცხოვრობთ აქ დაცლილში აღარ იქნება ჩვენ ვიყეთ აქ წავიდეთ ჩვენ აქედან ხო დავანებოთ აქ ეს ანალოგიური გახდება და დაცლილია ჩვენებათ ეს სოფელი აი ეგრე იქნება ქვეთა ხომ ეთრეხი მონასტერი ხომ კი ნახე მონასტერი აი მაგათ ეთრეხი სოფელი იყო მანდაცა დაცლილია და რატო მიზეზი მიზეზი არეულობა შეხლა შემოხლა ჩხუბი ხოცვაჟლე და ეგ იზრები დავით ეგ ოჯონი გიზეშია ზოგი ქარელშია ზოგი თბილისშია ზოგი რუსეთშია ზოგი ეგ 90-იანებში რო იყო ხო ის არეულობა 90-იანების და იმის მერეცა 2000-ში მოყვენა კაგონი ვიღაცები იმ ომში დავით ახლა კარგად და ნამდვილებით აი ეგ ამოსვლად სოფელში არავის აღარ უნდა ეხლა თქვენ პირობები როგორი პირობები გაქვთ წყალი შუქი მზის ენერგიით არის მზის ენერგიით არის ეს თქვენ თვითონ დააყენეთ თუ მთავრობა მიზრუნა თქვენზე
კარგია. უბრალოდ ამ კაცმა იძუნა რა ყველაფერს რა ქაადი. შუქი იყო ადრე შუქი მარა. გაიქურდა მოიპარეს ხო, გაიძარცვა. ელექტრობა ჩვეულებრივად გადიოდა აქაც ტრეხშიცა. თორე ეგ ბოზები არიან ისე შუქის ბოზები იქაცა იგი ანანიკა ბეტონი. აღარა. არ გიჭირთ მე ცხოვრება აქ. ცხოვრება ახლა რა თქმა უნდა გაჭირება, მაგრამ პრო უნება სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი. ეგ კი, ეგ მართალია. რას ისურვებდით ახლა უკეთეს ცხოვრებისკენ? რო იყოს მაგალითად. აი რომ ყავდეს მაგალითად საქონელი. ამ ფერმაში რა ყავთ? ამ ფერმაში ყავდა საქონელი, მაგრამ მე ეს კაცი ავად გახდა რაღაცა მოხანა. ანუ ახლა საქონელი აღარ აქვს. აღარაფერი. აბა რითი ცხოვრობ და ირჩენთ ოჯახებს თავებს? აი ეგრე ვარ, მოსვლებია. ისე მაღალმთიან რეგიონს ეკუთვნის ეს სოფელი და იღებთ რამე იმას ხო თანხას? არა, რატო? ხო, არა, მთაში რო ცხოვრობ, საქონელი აუცილებელი. საქონელი უნდა იყოლი, ორი უნდა იყოლი, რაღაცა უნდა იყოლი. კაცმები კი ყავთ. რა თქმა უნდა. რაღაც უნდა იასებო, რაღაც უნდა იჩნოთ. მერთმა ხელი მოგიმართოთ. კარგად იყავით. იცოცხლე. დაუ, ზეგა. ეგი მიტანა. მე გაიცა. ეს ფერმა, დიდი ფერმა, მაგრამ ეხა ამ ფერმაში არაფერი არ არის. სოფელ ყემალაში კიდევ ერთი სახლი. ამ სახლში ნამდვილად არავინ აღარ ცხოვრობს, ისი არის მიტოვებული. ერთი ოჯახი არის სოფელ ყემალაში, რომელიც მუდმივად აქ ცხოვრობს, გამოველაპარაკე. რას ისურვებდი მეთქი უკეთესი ცხოვრებისთვის. და დიდი ფერმა იყო სოფელში, ახლა დღესდღეობით ამ ფერმა უფუნქციოდ არის დარჩენილი, არ აყავს საქონელი და ამ კაცმა ისურვა რამოდენიმე ძროხა რომ კონდესო აქ ცხოვრებას რა ჯობიაო, სუფთა ჰაერზე და მტყეშიო. აი ესეთი გზა არის ახლა აქა. ძალიან დიდი ტალახებია. რა ლამაზი ბუნება არის. მაგრამ აი ამ გზებზე სიარული ნამდვილად ცოტა პრობლემატურია. ასეთი გზებია ახლა სოფელ ყემალაში და იმიტომაც არავინ არ ცხოვრობს. ერთადერთი რაც არის აქ კარგი, ეს არის ჰავა და ბუნება. მაგრამ ეს საქონლებისთვისაც კარგი ადგილია, საბალახოებია, ტყეებია. წყალი არის, ეგერ გამოუყვანია. სასმელი წყალი. და აქეთ არის კიდევ ერთი სახლი, ზევით იქაც მინდა რომ მივიდე. ეს შედარებით უფრო ახალ სახლს გავს. აქ აროდიანეთ ხო? ტბა სად არის, ბაბუ? არა, ტბა არ მინახია. ხო, აი ტბაც არის სოფელ ყემალაში, ეგერ ქვევით მოჩანს პატარა ტბა. გზაცა საიდან მიდის იქ გზა? შემოსახვევი რო იყო ტალახიანი, ალბათ მაქედან გადადის იმაზე, ტბაზე. ეს ახალი აშენებული სახლია, ბლოკით აშენებული, ბოქრომია და სავარაუდოდ აქ ზაფხულში ამოდის ხოლმე. შუშები ჩამტრეული. აგერ ზევიდან მშვენივრად ჩანს სოფელი. ეს ერთი სახლი. ეგერ მეორე, იქით მესამე, 4, 5. 10-მდე სახლი არის რა. პლუს ისა, ფერმა. პლუს ფერმა, ეს ბოლო სახლი. ამის ზევით კი მიდის გზა, მაგრამ აი ეს გზა სად მიდის არ ვიცით რა.
რუკაზე ვნახავთ ეხა რა ხდება ზევით და ხო ტყეში სავარაუდოდ და გადადის ამ თებზე და სად მიდის არ ვიცით. სახლი აღარ არის. ხო სახლები აღარ არის ეგ არის რაც არის. აი წავედით ახლა. ეხა ამოვედით მეგობრებო სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში. შევიდეთ მოვილოცოთ. ძალიან ლამაზად არის აშენებული, ყველაფერი კოხდათ, ლამაზად. ძალიან მაგარ ბუნებაში, ახლა ერთად დავათვალიეროთ. გარშემო ბუნება, მთები, ტყეები. დაახლოებით კი არა და 7 კილომეტრი ნახევარი იყო ზუსტად ასფალტიდან. ოხრეშილი გზა არის, მაგარი აღმართებია, მაგრამ ჩვეულებრივი მანქანაც ამოვიდა ეგ პრიუსით გასამოსული. შევიდეთ. გამარჯობა. ხო შეიძლება გადავიღო? მე ნუ გადავიღო. კი ბატონო. ამოვედით ესე იგი ჩვენ სარკის მამათა მონასტერიდან ოდნავ ქვევით ჩამოვედით ეხა გვინდა რომ მოვძებნოთ ერთი დასაჯდომი ადგილი ფაცხას რო ვისადილოთ და ოდნავ ქვევით მონასტრიდან არის კარგი ადგილია ბუნებაში მშვენიერი ადგილია ფაცხა არის გადახურული მაგიდა არის კამები წყაროს წყალია მშვენიერი გაკეთებული და მინდა გავჩვენოთ ეხა ეს ადგილი ძალიან ლამაზ ბუნებაში და ძალიან ლამაზი ადგილი როგორ არის თან ყველგან ძალიან ბევრ ადგილას აწერია ნუ დააბინძურებთ თქვენ სამშობლოსო და როგორ უჯერებს ეს ხალხი მინდა რომ გაჩვენოთ მამათა მონასტერიდან ოდნავ ქვევით სანამ ავალთ წყარო არის და აგერ როგორი მშვენიერი ლექსი ეჩუხჩუხი უღუღუნე წყარო ვერცხლის ფერო დამინამე ამიყვავით ჩემი საქართველო კი ბატონო მაგრამ ჩვენ საქართველოს და ჩვენ სამშობლოს ცოტა მოვლა გაფრთხილება უნდა მინიმუმ სისუფთავის დაცვა მაინც რა და აი ხაი წყაროსთან მოხვალ და დაყრიან პლასმასის ბოთლებს მშვენიერი ადგილია ეგერ ბუნებაში მაგრამ რა გინდა აქ ვაპირებდით ახ გაჩერებას ძირითადად სადაც მივდივართ ვალაგებთ ხოლმე და ვასუფთავებთ სანამ გავჩერდებით მაგრამ აქ იმდენი პლასმასის ბოთლები და ცელოფნები და რაღაცა ნაგავი ყრია ამის დავლაგებას ერთი კვირა მოუნდებით ჩვენ და აქ ვეღარ გავჩერდებით ჩვენ სამწუხაროდ ამ ძალიან მაგარ ადგილას რა არ ვიცი ეს ხალხი ვინც აი ამას ასე ყრის რას ფიქრობს არ ვიცი აი ჩემამდე არ დადის რა სულ ცელოფნის პარკები და პლასმასის ბოთლები და რაღაცა ნაგავები ყრია რა კამფეტები დატოვეთ კამფეტები რას მინდა მე ამ ნაგავში ნაგავს მიალაგებს კამფეტებს შეჭავს მივალო ჩვენ ბესო სადაც მივდივარ ჩვენ მაგის მეც არაფერს არ ვაკეთებ ვალაგეთ მაგრამ დაყრილი ნაგავი მე რატომ და ჯერ ერთი მე მეორე აქ იმდენი ნაგავი ყრია ჩვენ ერთი თვე უნდა ვალაგოთ ეს და მაგდენი დრო არა გვაქვს კამფეტი კაია კამფეტი შევჭამოთ მადლობა ვინც კამფეტი დატოვა ხო წავიდეთ ბესო ნახოთ აბა დავალაგოთ და გავჩერდეთ ხო ფიქრობთ ახლა ერთი სიტყვით ხო და ესე იგი ამ ფაცხასთან ნახე ერთი საინტერესო ქვა ეს ქვა წამოღებულია სამაჩაბლოდან მსხლების წმინდა გიორგის ეკლესიიდან მე როგორც ვიცი ეს იმ პერიოდიდან არის 90-იანი წლების პერიოდში როცა სამაჩაბლო დაიცალა ქართველებისაგან აიძულეს წამოსვლა იქიდან წამოვიდნენ ქართველები და წამოიღეს აი ეს ქვა
ასეთ ლამაზ ადგილზე გავჩერდით. სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტრამდე. არის ასეთი ფაცხა. აქ არ გავჩერდით, ცოტა ზევით ავედით, ამ გზას გავყევით და იქ არის ტყეში შევედით. ჩვენი მაგიდები გვაქვს ყველაფერი და იქ გავჩერდებით. აი ეს ამბობ, ხა ჩვენ გინდა 100-500-დან ვერ გავჩერდით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაგავიყრია. ცოტა მოვალაგეთ, მაგრამ ოდნავ ზევით ვნახეთ ადგილი და მანქანი თავად ხა ზევით და იქ გავჩერდით. გამოგვადგება გასახსენებლად. ხაჭაპურის გასახსენებლად. მე დავაბრუნოთ ისე. მაგარი ადგილია იქ თავი. ჩვენიერი ადგილია, ჩვენიერი ტყე არის, ის უთავია, ცოტა რაღაცები ყრია, მაგრამ ამას ადვილად მივალაგეთ და აქ დავждებით ვისადილეთ. თავა მეგობრებო, კარგად ზანდებოდეთ ყველა დაგემშვიდობებით, დროებით, მალე შევხვდებით.